დავიწყოთ ჩვენ დღევანდელი საუბარი საპარლამენტო საგამოძიებო დროებითი კომისიის დღევანდელი სხდომით. უკვე რამდენიმე კვირა ამ სხდომას უყურებთ სრულად საქართველოს და მთავარი თემაა დღისთვის შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ თითოეული სხდომა კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რაც დიდი ხანია ვიცით, მაგრამ ამავე დროს ახალ დეტალებსაც ვიგებთ იმის შესახებ, თუ რა დონეზე იყო აყვანილი ადამიანის უფლებების უგულებელყოფა, ჩაგვრა, ბიზნესის მიტაცება, ადამიანების წამება, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს და ასევე ელიტური კორუფცია. დღეს სწორედ ამ თემაზე იყო საუბარი მათ შორის და ჯონდი ბაღათურიამ მიაწოდა საპარლამენტო კომისიას ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გამდიდრდა სააკაშვილი პირადად და მისი ოჯახი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს. მოდით შევაფასოთ ეს ფაქტი და შემდეგ გადავიდეთ სხვა თემებზე. მოგესალმებით, მივესალმები ტელემაყურებლებს, მადლობა მოწვევისთვის. სანამ ეხა ამ საკითხებზე გადავალთ, დღეს შევიტყვეთ, რომ ნოემბრის აქციების დროს დაშავებული პოლიციელი, რომელსაც ბლაგვის საგანი მოხვდა თვალის არეში, დღეს საბოლოოდ დადგინდა, რომ მხედველობა აღარ აუდგება, აქამდე მიდიოდა მკურნალობა. ოპერაციები ჩაუტარდა როგორც ვიცი საქართველოშიც და თურქეთშიც და შესაბამისად დღეს უკვე ითქვა, რომ მხედველობა დაკარგა პოლიციელმა სამწუხაროდ და მინდა მხარდაჭერა გამოუთქვა და გამძლეობა უსურვო პოლიციელს და ამაზე ვსაუბრობ ზუსტად, რომ მაქსიმალურად მთელი სიმკაცრით უნდა აგოს ნებისმიერმა პირმა კანონის წინაშე პასუხი, ვინც პოლიციელზე ძალადობს და ან შეურაცხყოფს, რომ სამომავლოდ ესეთი ფაქტები თავიდან ავირითოთ. და განსაკუთრებით, რადგან ამ თემას შეეხეთ, განსაკუთრებით გულდასაწყვეტია ორმაგი სტანდარტი, რომელსაც ჩვენ ვეჯახებით ხშირად, მათ შორის ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, ევროპელების მხრიდან, რომლებიც გამუდმებით ლაპარაკობენ რაღაც თითქოს უკანონოდ დაკავებულებზე და იმ ადამიანების გათავისუფლებისკენ მოგვიწოდებენ, რომლებიც პოლიციელებს ესროდნენ აი იმ ბლაგს აგნებს და იმ მოლოტოვის კოქტეილებს, რომელთაგანაც ერთ-ერთმა, როგორც ვხედავთ, აგერ მხედველობის დაკარგვა გამოიწვია. კი ბატონო, გეთანხმებით, მე არ ვარ მომხრე და არც ერთი ჩვენთაგანი რომ რომელიმე მხარე დაზიანდეს ან ერთი ან მეორე თუნდაც ამ შეტაკების დროს, მაგრამ რატომღაც პოლიციელის თვალს, პოლიციელის დაზიანებას არ აღიქვამენ. ესენი შეიძლება რატომაც ფიქრობენ, რატომღაც რომ პოლიციელის ცოცხლად დაწვა შეიძლება, მოლოტოვის კოქტეილით შაშხანის სახეში სროლა შეიძლება და აქედან გამომდინარე ეგ არ არის დანაშაული და თუ პოლიციელმა შეტაკების დროს პოლიციელის მიმართ ან ძალა იქნა გადამეტებული ან ვინმეს რამე დაუზიანდა მეორე მხარეს, ის აუცილებლად ამას მოყვება საერთაშორისო ესე ვთქვათ ასპარეზზე განცხადებები და მიმართვა და რა ვიცი მთელი ესეთი პროცესი სკანდალი რა ანუ და რატომღაც ეს არის ძალიან ზუსტად ეს არის ორმაგი სტანდარტი და არის ძალიან ცუდი მიდგომა ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან, ეგრეთ წოდებული პარტნიორებისგან და ზოგადად საერთაშორისო ორგანიზაციებისგან. ასევე თვითონ რადიკალური ოპოზიციაც და უშუალოდ ნაციონალური მოძრაობა გვახსოვს ჩვენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს როგორ უსწორდებოდნენ პირდაპირ ქუჩაში ადამიანებს, მათ შორის ახალგაზრდებს, საერთოდ წინააღმდეგობის გაწევის გარეშე ხელებაწეულ ბიჭებს ხოცავდნენ და შემდეგ აბრალებდნენ თითქოს პოლიციელებს. 26 მაისის მონაწილე მაშინ აქციაზე ვიდექით, როდესაც 4 ადამიანი იმსხვერპლა მაშინდელმა რეჟიმად და ადამიანები ზოგი მეტროს თავზე შემოყარეს და დენს დააბრალეს, დენის შედეგად დაიღუპავდა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ეზოში და რა ვიცი 1000 რაღაცა სცენარი დადგეს, რომ თავიდან აეცილებინათ თითქოს რომ ეს მათი დანაშაული არ იყო, რაც ჩადიოდნენ 26 მაისს. მე თვითონ ვარ ამის მონაწილე და ჩემი თვალით მაქვს ეს ყველაფერი პროცესი ნანახი თუ როგორ უსწორდებოდნენ სიკვდილამდე მიიყვანეს ადამიანები 26 მაისს სააკაშვილის რეჟიმმა. შედარებაც კი არ შეიძლება ეხა. ამას გულისხმობს ზუსტად რომ ანუ თვითონ როცა ხელისუფლებაში იყვნენ დღევანდელი რადიკალური ოპოზიცია არათუ წინააღმდეგობის გაწევას და მოლოტოვის კოქტეილის სროლას არ აპატიებდნენ ვინმეს. არამედ საერთოდ უდანაშაულო ადამიანებს რომლებიც გამო ადამიანის სიკვდილამდე შელაპარაკების გამოც კი და ამას ყველაფერს ამართლებდა უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობა და დღეს ამბობენ რომ პოლიციელისთვის ბლაგვის საგნის სროლა არაფერი არ არის, პოლიციელისთვის მოლოტოვის კოქტეილის სროლა არაფერი არ არის. ნუ ამაში კიდევ ერთხელ ჩანს მათი
ბუნება და ორმაგი სტანდარტი უბრალოდ ამისთვის მინდოდა ხაზი გამესვა. ისევე როგორც იმ ყველაფერში, რაც დღეს კიდევ ერთხელ მოვისმინეთ საგამოძიებო კომისიაზე. მინდა დაუბრუნდე ამ თემას, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, რატომღაც ესე წარმოაჩენს ხოლმე ნაციონალური მოძრაობა, რომ აი კი სადღაც შეიძლება რაღაც გადაცემები იყო, მაგრამ აი კორუფცია ჩვენ დავამარცხეთ, აი ჩვენ სამაგიეროდ აღმოფხვერით მეკთამეობა. სინამდვილეში მთელი ოჯახი ადამიანების ქონებებს იტაცება. იყო ჩართული და არა მხოლოდ ოჯახი, არამედ მთელი სახელმწიფო ვერტიკალი იყო ჩართული იმ პროცესში, რასაც ქვია როგორც კერძო ქონების მიტაცება, სხვადასხვა ძალიან სიმბოლურია, რომ დღეს ორივე შემთხვევა იყო. გიულია ალასანიას შემთხვევაში და ნანული ჯორჯოლიანის შემთხვევაში. კი, ორივე შემთხვევა იყო ერთი სახელმწიფო ქონების მითვისება და მეორე კერძო ქონების მიტაცება. სხვათა შორის ნანუკა ჯორჯოლიანის დღევანდელ აღიარებით, ნახევრად აღიარებით ჩვენებაში თქვა რომ ჩემი მეუღლემ გამომიარა და ჩემი მეუღლის ერეკლე კოდვას მანქანაში ჩავჯექი, ანუ ის აღნიშნული ქონება, რომელიც წაართვეს ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელსაც დღეს უსმენდით და გადასცა თავის მეუღლეს ერეკლე კოდვამ, ეს ნაწილობრივ აღიარა, ოღონდ თქვა ცოტა შელამაზებით, რომ მეუღლეს მანქანაში ვიჯექთ, ანუ რატომღაც მეუღლეს ეკუთვნოდა ის მანქანა. და იგივე თუნდაც გიულია ანუ ირიბად ფაქტობრივად აღიარებითი ჩვენება არის ეს ზოგადად ამიტომ არის ეს კომისია შექმნილი, საგამოძიებლო კომისია, რომ ესეთი დეტალები, რაც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, სისტემურად იცის საზოგადოებამ თუ რა შედიოდა ნაციონალური მოძრაობა. ეს არის მათი რეპრესიული ნაწილი, ერთ-ერთი ნაწილი რეპრესიების, სადაც იყო მიტაცებები, ქონებების ჩამორთმევები და თავიანთ ოჯახის წევრებზე გადაცემა. ეს იყო ერთ-ერთი ნაწილი და ანუ საზოგადოებამ დეტალურად ესე ახლა ვინ ვის წაართვა, ბუზალაძეს წაართვეს თუ სხვა მოქალაქეს და გადაეცა გიული ალასანიას ու ნანუკა ჯორჯოლიანს, რომელსაც გადაადგილდებოდა ის. ხომ ეს არ იყო ცნობილი, ამიტომ იქნა ეს კომისია შექმნილი, მაგისთვის შეიქმნა, რომ საზოგადოებისთვის იყოს ცნობილი მეტი დეტალი. და ძალიან დიდი ინტერესით ეკიდება საზოგადოებას, სხვათა შორის გუშინდელ მას გახარიას დაბარებას და დაკითხვას დაახლოებით სოციალურ ქსელში 20,000 ადამიანი უყურებდა. ხო, კომისიის ძალიან დიდი ინტერესი აქვს. და აინტერესებს რეალურად დეტალები, რაც არის უცნობი დღემდე საზოგადოებისთვის, ნათელი მოეფინება ყველაფერს. კი ბატონო, გადავიდეთ, კი ბატონო, მოდი ვილაპარაკოთ გუშინდელ დღეზეც, იმიტომ რომ დღეს რაც მოვისმინეთ, პრინციპში არავის არ განკვირვებია, ერთადერთი შეიძლება გვარები ყოფილიყო ვიღაცისთვის მივიწყებული, ვიღაცამ შეიძლება გაიხსენა, ვიღაცა შეიძლება ყოველთვის კარგად ახსოვს, მაგრამ აი ეს ორივე საქმე, ერთი სააკაშვილის დედის გიული ალასანიას მიერ განათლების სისტემაში და უნივერსიტეტებში მონოპოლიების შექმნა და უნივერსიტეტის მითვისება და მეორე ჯუმბერ ბუზალაძის კუთვნილი ავტომობილების პირდაპირ დარეკეტება, წართმევა, ეს ორივე საქმე საზოგადოებისთვის ძალიან კარგად იყო ცნობილი. და ახსნილი გუშინ ძალიან მონათხრობ. რაც შეეხება გუშინდელ სხდომას, გაცილებით უფრო ბევრი ახალი რამ შევიტყვეთ გუშინდელი სხდომისგან გეთანხმებით. პირველ რიგში გიორგი გახარიას დავინახეთ, ასე ვთქვათ, თავიდან ბოლომდე მისი საქმიანობის მიზანი და ბუნება ჩემი აზრით. სხვათა შორის აქვე აღნიშნოთ, რომ კომისიის ფორმატი გაფართოვდა და არა მარტო 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის დანაშაულებებს შეისწავლის, არამედ პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების საქმიანობასაც 2003 წლიდან დღემდე. ამ ფორმატში გუშინ მოусმინეთ გიორგი გახარიას, რომელმაც რა ვიცი, აი როგორ გითხრათ 38 ჯერ თქვა არ მახსოვს. აი ამით შეიძლება 1-30 ტყუილი თქვა. დავიწყოთ ალბათ, რაც იმის მანიშნებელი შეიძლება მხოლოდ არ დამალვა რაღაც. ნებისმიერი საქართველოს პარლამენტის მიერ არის შექმნილი საგამოძიებო კომისია. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი პირი, ის იქნება გახარია თუ სხვა ოპოზიციური ლიდერები, პოლიტიკოსები თუ არა პოლიტიკოსები, რომლებიც იქნებიან დაბარებული საგამოძიებო კომისიის მიერ ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით ვალდებულები არიან მივიდნენ და მისცენ ჩვენება. სხვა შემთხვევაში გადაეცემა საქმე პროკურატურას და აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე. აქედან გამომდინარე, ხა მეტი გონიერება იყო გახარიას და გუშინ გამოცხადდა სხვისგან განსხვავებით სხდომაზე,
მაგრამ რადგინათ ეხა ადამიანმა დაახლოებით მე რაც დავთვალე 30 ტყუილი თქვა და დაახლოებით თქვენ თქვით რომ 37 თუ 38 საკითხზე კონკრეტულად თქვა რომ არ მახსოვს არ ვიცი ახლა თუ არ გახსოვს შეოჯახაშენებულო და არის საერთოდ რას მიდიხარ იმ კომისიაზე ან რა ჩვენებას აძლევ იმდენი ტყუილი თქვა საიდან დაიწყო არ ვიცი ანუ დღეს ეხა სანამ ეთერში მოვიდოდი კიდევ მის ტყუილებს ესე ვთქვათ მოდი აი გავშალოთ ნაწილ რამდენიმე თემა იყო მნიშვნელოვანი რასთან დაკავშირებითაც გახარიამ მისცა ჩვენება თუ შეიძლება ასე ითქვას და მოდი ვილაპარაკოთ ამ თემებზე. ერთი იყო ბუნებრივია ნიკა მელიას დაკავების თუ არ დაკავების მისგან და შემდეგ თანამდებობიდან გადადგომის და მათ შორის სასაცილო არის ის რომ ანუ გუშინ ამბობდა რომ ჯერ თავიდან გადადგა იმიტომ რომ წინააღმდეგი ვიყავი დაკავების ანუ ამიტომ გადადგა იდეაში ნუ მე აქამდე გუშინდელ დღემდე ეგრე ვიცოდი რომ გადადგა გახარია იმიტომ რომ ნიკა მელიას დაკავების წინააღმდეგი იყო ეხლა ამბობდა ზოგადად ხო ეხლა გუშინ თქვა რომ ამ ფორმით დაკავების წინააღმდეგი ვიყავი და რომ კითხა ქალბატონი მათიამ აბა რა ფორმით იყავი მომყრეო არ და კონკრეტად თუ რა ფორმი ანუ ამ წეკრანი არ მოეწონა ალბათ თუ რას იზავდა ეხა დაიბარებდა კაბინეტში არც თქვენ თვითონ როგორ დააკავებდა ხო და ანუ მაგასაც დაიბარებდა ანუ ისე დაასრულა გუშინ 6 საათიანი დაკითხვა რომ არ უთქვამს თუ რა ფორმით დააკავებდა გახარიას ანუ იმას მელიას დაიბარებდა კაბინეტში დაადებდა ბორკილებს თუ რას იზავდა ანუ შესაბამისად ერთი კიდევ დიდი ტყუილის თქვა რომ მე ჩემი დაკავებული მელიაო მე ჩემი ფორმებით რომ დამეკავებინა ის დღემდე საპატიმროში იქნებოდა როგორ იქნებოდა მე რამდენადაც მახსოვს შარმიშელის შეთანხმებით გამოვიდა მელია საპატიმროდანი გირაუს გადაუხადეს მგონი და რას იზავდა ეხა მაგ შარმიშელის შეთანხმებას დაარღვევდა მოლაპარაკებებზე არ წავიდოდა თუ დღემდე როგორ იქნებოდა პატიმრობაში ეს პასუხგაუცემელი დარჩა ეგ კითხვა ეგ საინტერესო სხვათა შორის დაუსვეს კომისიის წევრებმა მაგრამ ხან რას მიედო ხან რას მოედო აიბლანდა თავის სიმართლეში ურთიერთსაწინააღმდეგო რაღაცებს საუბრობდა ვერ მივხვდი ანუ ეს ერთ-ერთი დიდი ტყუილი ანუ თავი სხვათა შორის ამ ნიკა მელიას დაკავების ეპიზოდში და მისი გადადგომის ეპიზოდში კიდევ ერთი მომენტი იყო რაც გაუგებარი დარჩა კერძოდ უცხო ქვეყნის ელჩებთან შეხვედრის საკითხი თავიდან თქვა რომ არ შეხვედრივარო ლომჟარია ჯერ მეჯდა კაბინეტშიო გუშინ თქვა რომ არ მახსოვსო აი ელჩებთან დაკავშირებით იყო გასაკუთრებით ელჩებთან მე ამერიკის ელჩი შეხვდა და ჯერ ამბობდა რომ არ შევხვდიო არ შევხვდიო მე შევხვდიო ზოგად საკითხებზე და ზოგად საკითხებზე ყველაზე აქტუალური თემა იყო მელიას დაკავება არ დაკავების საკითხი მაშინ როდესაც პარლამენტმა იმუნიტეტი მოუხსნა და შესაბამისად პროცესი მიდიოდა მისი დაკავების და გუშინ ერთი აგერ მაქვს გუშინდელი უკაცრავად ბატონ შალვას ედო პარლამენტის თავმჯდომარეს განცხადება შედარებითი ანუ შეხედეთ 2021 წლის 18 თებერვალი ამერიკის საელჩოს განცხადება 2021 წლის 18 თებერვალი დილის 10 საათი არსებული სახიფათო ვითარება რომელიც ნიკა მელიას სასამართლო გადაწყვეტილებას მოჰყვა გამომდინარეობს საარჩევნო და სასამართლო სისტემის მრავალწლიანი პრობლემებისგან აუცილებელია რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავება ამ დილით ანუ იმ დილით აკავებდნენ მელიას ანუ არსებული მნიშვნელოვანი საკითხებით გადაჭრის გზა მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკებებია მოუწოდებ ყველამ შეინარჩუნოს იმ შვიდობაზე და თავიდან აეცილოს ზალადობა და იმ დილით შეხვდა გახარია 2021 წლის 18 თებერვალი 10 საათი 01 წუთი ამერიკის საელჩო საქართველოში ოფიციალური განცხადება ვებგვერდზე და 10 საათი 28 წუთი 27-28 წუთში ოფიციალური განცხადება გადადგომის შესახებ გახარიას. ეხლა ანუ 27-28 წუთი არის სხვაობა ამერიკის საელჩოს განცხადებიდან გახარიას გადადგომამდე. ხო და ეხლა ამას ნათელია თუ ვისთან შეთანხმებით მოქმედებდა, ვინ იყო მისი პატრონი, ვინ ავალებდა თუ როგორ ექნა და რა მოქმედებები ეწარმოებია. გარდა ამისა, მანამდე შეხვდა გახარია ამერიკის ელჩს და როცა დაუსვეს მას კითხვა რაზე ლაპარაკობენ და მაგასაურო ჯერ შეხვდა და ზოგად საკითხებზე ვსაუბრობდითო და მელიასო თუ შეხვდიო ზოგადათო მითხრაო რომ თუ დასაკავებელია დააკავეთო რა და აქ აბსოლუტურად საპირისპირო სტერს ამერიკის საელჩო აბსოლუტურად და მე თვითონაც აბსოლუტურად სხვა განცხადებას აკეთებს ანუ იმიტომ გადადგა გახარია იდეაში რომ მელია არ იყო იმ კონკრეტულ მომენტში დასაკავებელი ანუ ამერიკის საელჩოს არ უნდოდა რომ მელია
მერია ყოფილიყო დაკავებული და აქედან გამომდინარე გახარიამ, რომელმაც შეასრულა ამერიკელების დავალება, რადგან მას არ შეეძლო დაკავების, ასე ვთქვათ, პროცესის შეჩერება, იგი გადადგა. რა თქმა უნდა. ყოველ შემთხვევაში, ესე ჩანს, ესე არის, ნახევარსაათიანი შუალედიც არ არის, თავიდან ბოლომდე ემთხვევა განცხადებები ერთისაც და მეორისაც, წინადღეს თუ იმ წინადღით მგონი შეხვედრა ქონდა ამერიკის ელჩთან, სადაც ადასტურებს და ზოგად საკითხებზე თურმე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს განიხილავდნენ და ზოგადად შეეხენ თურმე მელიას საკითხს, როდესაც ყველაზე აქტუალური თემა იყო ალბათ ის ერთი თვე საქართველოში მელიას საკითხი და დანარჩენი ახლა საზოგადოება გააკეთებს. სხვათაშორის კიდევ ერთი ეპიზოდი იყო მნიშვნელოვანი გახარიასთან დაკავშირებით, ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვის თემა, რის გამოც ფაქტობრივად აი ამ საოკუპაციო ხაზმა 1 კილომეტრით აქეთ გადმოიწია და რამოდენიმე ასეული ჰექტარი მიწა სავარგულები, რომლებსაც მანამდე ჩვენი მოქალაქეები, რომლითაც მანამდე სარგებლობდნენ, დღეს უკვე ვეღარ სარგებლობენ. აი ესეც გაუგებარი დარჩა, აი რამდენი საათი მოусმინეთ, ესეც გაუგებარი დარჩა ბოლოს და ბოლოს ვინ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ვისი დავალებით. ჩორჩანას საკითხი გახარიას პოლიტიკურ კარიერაში არის ერთ-ერთი შავი ლაქა. ანუ ეს გვახსოვს ყველას 2019 წელს ყველასგან დამალულად დაიწყო საგუშაგოს მშენებლობა. არც სადაზვერო სამსახურს, არც ჩვენს პარტნიორებს საერთაშორისოს არავის არ აცნობა აბსოლუტურად. ისე დაიწყო საგუშაგოს მშენებლობა საზღვართან, ესე ვთქვათ. და დღეს სხვათაშორის გუშინ ბატონმა ალეკო ტაბატაძემ კითხა თუ რატომ დაიწყე აშენება და იმიტომ რომ ადამიანებს იტაცებდნენო და ალეკო ტაბატაძე ეკითხა არ იტაცებდნენო დაზუსტებით გეუნებითო და მე აიბლანდა თავის ნათქვამში მე არ მithქვამსო ან კიდევ მორე გიტყვი იტაცებდნენო უბრალოდო იქო ტყე შევინარჩუნეთო ამითო და შევინარჩუნეთ კი არა 1 კილომეტრით აქეთ გადმოიწია საქართველოს მხარეს საზღვარი ესე ვთქვათ ეს წითელი ხაზი და რა ვიცი ჰექტრობით ტყეები წაიღო ამ საგუშაგოს აშენებამ ჩვენი ტერიტორიის და აქედან გამომდინარე სამი საგუშაგო აგვიშენეს იმის შემდეგ რუსებმა ოკუპანტებმა სამი საგუშაგო აგვიშენეს ამის შემდეგ გახარიას საგუშაგოს შემდეგ ეს მიგვანიშნებს რომ ეს არის ზუსტად მისი მოღალატეობრივი აგენტურული საქმიანობა არავინ საქმის კურსში არ ჩააყენა აბსოლუტურად არ სადაზვერო სამსახური არ საერთაშორისო ესე ვთქვათ პარტნიორები მაგრამ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია 30 აგვისტოს ამერიკის საელჩო მოუწოდებს თავის მოქალაქეებს რომ გაეცალონ ანუ რიტორიკული კითხვა ახლა გაეცალონ ამ წითელ ესე ვთქვათ იმას წითელ ხაზს რა ანუ ვთქვათ გაეცალონ საოკუპაციო ხაზს გაეცალონ ამერიკის მოქალაქეები და ძალიან მაინტერესებს რიტორიკული კითხვა იქ რამდენი ამერიკელი უნდა ყოფილიყო ან ვინ უნდა ყოფილიყო საერთოდ საოკუპაციო ხაზთან 30 აგვისტოს ხომ ანუ ეს ყველაფერი რაღაცნაირად ერთად დაგეგმილი იყო, ერთად ახორციელებდნენ ამ ყველაფერს ესე პროვოკაციისთვის. თავი ეს არის აგენტურული მოქმედებები, მოღალატეობრივი მოქმედება. მეტი აბსოლუტურად არაფერი არ მომხდარა 2008-შიც. დაახლოებითი სცენარი იყო პროვოკაციები, მე რაც მოყვა და ვინახეთ გაცილებით უფრო საშიში პროცესები შეიძლება განვითარებულიყო და უფრო მეტი დაპირისპირება ყოფილიყო და დიდ რამეს გადავრჩით კიდევ ჩვენ ამ პროვოკაციის შემდეგ ესე ვთქვათ რა ანუ გაცილებით მეტი კონფლიქტი შეიძლება დაწყებულიყო და გაცილებით მეტი დაძაბულობა შექმნილიყო ამ კონკრეტულ ხაზთან ხო და ეს იყო თავიდან ბოლომდე იყო გახარიას პასუხისმგებლობა და მისი აგენტურული ესე ვთქვათ ნაბიჯი კი ბატონო, ფაქტია რომ საგამოძიებო კომისია ძალიან ინტენსიურად მუშაობს, ყოველდღიურად ახალი ინფორმაცია შედის, ადამიანები მიმართავენ და ისეთი ისტორიები ხდება ცნობილი საზოგადოებისთვის და კომისიისთვის, რომლებიც ბოლომდე არ ვიცოდით, ან შეიძლება ზოგიერთი მათგანი საერთოდ არ ვიცოდით, აქედან გამომდინარე და ამის გათვალისწინებით კომისიის მუშაობის ვადა ხანგრძლივდება და როგორც გუშინ გახდა ჩვენთვის ცნობილი, ამან შესაძლოა საშუალება მისცეს
რადიკალურ ოპოზიციას, ნაციონალურ მოძრაობას მიიღოს მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში, შეიძლება საშუალება მისცეს, თუმცა ჯერ არ ვიცით ისინი რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ისინი როგორც ვიცით თვითონ არ იღებენ გადაწყვეტილებას, უпростоრად რა ბრძანებას მიიღებენ. მიიღონ თუ არა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა. და ამის შემდეგ მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო უკვე გადაწყვეტილებას ნაციონალური მოძრაობის აკრძალვასთან დაკავშირებით. მინდა ორი კითხვა გავაერთიანო ახლა ჩემს შეკითხვაში. პირველი, ესე იგი, როგორ ფიქრობთ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს თუ არა მონაწილეობას, თქვენი აზრით, როგორ ინსტრუქციას მისცემენ მას ნაციონალურ მოძრაობას? სიმართლე გითხრათ, ეხლა მიიღებს თუ არა კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა, ჩვენ ეგ საერთოდ არ გვადარდებს, ჩვენი საარჩევნო კამპანია გვექნება, ჩვენ ვემზადებით ჩვეულებრივად როგორც ვემზადებოდით არჩევნებისთვის, მაგრამ ჩემი აზრით მიიღებენ მონაწილეობას კოლექტიური ნაციონალური მოძრაობას გულისხმობ, იმიტომ რომ ამ ადამიანებს ამ საკრებულოებში თვითმმართველობის არჩევნებიდან დღემდე და აბსოლუტურად ეხა სხვა არჩევნებზეც თავის წარმომადგენლები ყავთ რა. ანუ ყველა ოლქში აბსოლუტურად ბარიერს ლახავენ ნაციონალური მოძრაობა და თავის წარმომადგენლები დეპუტატები ყავთ და ეხა ამ ადამიანებს ხომ უნდა გასცენ პასუხი, ანუ რა უნდა უთხრან. არ მიიღონ მონაწილეობა, ეს ადამიანები გარეთ რჩებათ. ჩვეულებრივად და უკეთესი იქნება თუ არ მიიღებენ მონაწილეობას, სულ დაეშლებათ პარტია და გამოეცლებათ ის საყრდენი, ვინც პატარ-პატარა, ესე ვთქვათ, ქალაქებში და რეგიონებში ყავთ. აქედან გამომდინარე ეხა მეორე საკითხია, რაც შეეხება მაგათ აკრძალვას, ზოგადად სამთვიანი პერიოდი ჰქონდათ საგამოძიებო კომისიას, რომ დაედოთ დასკვნა და მე ამის შემდეგ გადაეცათ შემდეგ უწყებებისთვის და წასულიყო პროცესი. ხო, მე ის სამთვიანიც მეცოტავებოდა, მაგრამ აქედან გამომდინარე იმდენი მომართვიანობა და იმდენი განცხადება შემოდის მოქალაქეებზე, ითხოვენ საგამოძიებო კომისიასთან ჩართულობას და კითხვაზე მისვლას და ანუ მოყოლას თავისი ისტორიების, რომ აქედან ჩვენ ფიზიკურად ერთი თვე კი არა, რა ვიცი, კიდევ სამი თვე რო ქონდეთ, ალბათ ვერ შეძლებენ. და ამიტომ მაქსიმალურად აქტუალურ და მძიმე თემებს ვღებულობთ, რომელიც საზოგადოების მეტნაკლებად არ არის ცნობილი და მიმდინარეობს ამ საკითხების ირგვლივ საჯარო განხილვა და დაკითხვა ამა თუ იმ პირების. აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ სადღაც ჯამში 4 თვიანი პერიოდის დასკვნის მომზადება, მე ორგანოებზე გადაცემა, მე საკონსტიტუციოს განხილვა, სადღაც სექტემბრის თვე მოუწევს. ეხლა სექტემბრის თვეში რომ ჩვენ ნაციონალური მოძრაობა და სხვადასხვა კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის შემავალი პარტიები ან კონკრეტულად ნაციონალური მოძრაობა პარტია დაგვეკრძალა. ხო მე ამას მოყვებოდა კიდე ცალკე მოთქვა სპეკულაციები და ასე შემდეგ რომ არჩევნების დღემდე 4 ოქტომბერს არჩევნები გეშინიათ თქვენ ანუ გეშინიათ მთავარი ოპოზიციური ძალის და ერთხელ კიდე ზუსტად აღნიშნა ჩვენ უმრავლესობის ლიდერმა მამუკამ დინარაძემ ზუსტად აღნიშნა ვაძლევთ კიდევ ერთხელ საშუალებას რომ მიიღონ მონაწილეობა ყველანაირ სპეკულაციას თავიდან ვიცილებთ აბსოლუტურად და ერთხელ კიდევ ხალხი გასცემს ხმას საკადრის პასუხს გასცემს ნაციონალურ მოძრაობას, როგორც ის გააკეთა შარშან საპარლამენტო არჩევნების დროს. ამიტომ ჩვენ არსად არ გვეჩქარება და არჩევნების შემდეგ აბსოლუტურად როცა დასრულდება არჩევნები მაგეთი მორიგი კრახით კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის, მალევე იქნება აკრძალვა შესაბამისად მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას და ეს მალევე მოვა ესე ვთქვათ. კი ბატონო, ამაში ის რომ კომისიას ძალიან ბევრი საქმე ექნება და კიდევ არაერთი შემზარავი ისტორიის მოსმენა მოგვიწევს, ამაში დარწმუნებული ვარ, თუნდაც იმ უკვე ჩატარებული სხდომების შემდეგ, რომლებსაც უყურეთ და მიუხედავად იმისა, რომ ყველანი ამ ქვეყანაში ვცხოვრობდით და ვიცით, რაც ხდებოდა და გვახსოვს ეს ყველაფერი და ბევრ ადამიანს საკუთარ ოჯახზე აქვს გამოცდილი ეს სასტიკე, მაინც სულ შემძვრელია იმ ისტორიების დეტალებში მოსმენა, რომლებიც ჩვენ გვესმის ამ სხდომებიდან. თუმცა საინტერესოა, რომ თვითონ ნაციონალური მოძრაობა, მისი მხარდამჭერები, მისი მხარდამჭერი არასამთავრობო სექტორი ამჯერადაც არაფერს არ ნანობს, ამჯერადაც არ აღიარებს იმას, რომ აი ასეთ სისასტიკეს ქონდა ადგილი ზუსტად ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს. პირიქით გვაქვს, ანუ
აქეთ აბულინგებენ კომისიას, ჩვენ რამდენიმე 2-3 დღის წინ ვნახეთ აქცია, როცა თეატრო ლუკიანს მიუვარდნენ. ეს მაგათი ხელწერა. ვნახეთ სახლში მივარდნები. აქცია ვერ გააკეთეს, მაგრამ სამაგიეროდ სოციალურ ქსელში დაუწყეს დაბულინგება იამეტრეველს, ბუტარობაქიძის დედას, რომელმაც კიდევ ერთხელ მოუყვა საზოგადოებას თუ რა საშინელება დაატეხეს თავს მის ოჯახს, არა მხოლოდ მოუკლეს შვილი, არამედ ყაჩაღად გამოუცხადეს, აბსოლუტურად ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გააყალბეს საქმე, მაგრამ რა მინდა ვთქვა, რომ ანუ ეს ლიბერალური ბულინგი მათი მხრიდან გრძელდება და რაც თავარია გრძელდება სამწუხაროდ იმ ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც დასავლეთიდან იღებენ დაფინანსებას. კი ბატონო, აი ზუსტად ამიტომ არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეს საგამოძიებო კომისია შექმნილი, რომ ერთხელ და სამუდამოდ ნახოს საზოგადოებამ ის ფაქტები, რაც არ უნახავს აქამდე ესე დეტალურად, რაც ნანახი იყო და ცხადი იყო, ყველამ ვიცით, არის აქ საკითხები ბევრი, რომელიცაც მეც არ ვიცოდი და ინფორმაცია არ მქონდა მომხდარის შესახებ, რასაც ჩადიოდა ნაციონალური მოძრაობა, ანუ კონკრეტული საკითხები არის, აქედან გამომდინარე, ზუსტად ეს საგამოძიებო კომისია იქნება, რომელიც ყველაზე მეტად აშინებთ ნაციონალურ მოძრაობას და ეს იქნება ის კომისია, რომელიც წერტილს დაუსვამს მათ პოლიტიკურ, ესე ვთქვათ, მოღვაწეობას და ნათელს მოხფენს ყველაფერს. ამიტომ ეშინიათ, ამიტომ აქვთ მივარდნები, ამიტომ აქვთ ბულინგი და ესე ვთქვათ, მუქარები. ნებისმიერ შედით ნახეთ პოსტები ნანუკა ჟორჟოლიანის ნებისმიერი ადამიანების, ვინც დაბარებულები არიან თუ არ არიან დაბარებული საგამოძიებო კომისიაზე. ეშინიათ რომელია კიდევ რბილად ნათქვამია რა. ანუ საგამოძიებო კომისია ზუსტად თანმიმდევრულად ნაბიჯ აუღელვებლად თავის საქმეს აკეთებს. შეიკრება ეს საქმე საბოლოოდ, დაიდება დასკვნა და გადაეცემა შესაბამის ორგანოებს და აუცილებლად ექნება მსვლელობა. და რაც შეეხება ფინანსურ წყაროებს დასავლეთიდან, რომლებიც ჯერ კიდევ მიემართება რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერი პირდაპირ პარტიების ან არასამთავრობოების ყულაბაში, ასე ვთქვათ. ეხლა ჩვენ გრანტების კანონზე გეტყვით ეხლა ჩვენ გრანტების კანონზე გეტყვით, აქამდე გრანტების კანონი არის ის ერთ-ერთი საუკეთესო რა პროექტიც ეხლა ჩვენ გვაქვს და მხარდაჭერილი იქნება უკვე ამ კვირაში. რაც შეეხება ნებისმიერ გრანტს, რომელსაც მიიღებს არასამთავრობო ორგანიზაცია, მას დასჭირდება საქართველოს მთავრობის თანხმობა. საქართველოს მთავრობის თანხმობა ექნება იმ შემთხვევაში, თუ ეს გრანტი, კონკრეტული თანხა მოხმარდება ქართულ საქმეს და არა იმას, რასაც წლების განმავლობაში აფინანსებდა და აკეთებდა USAID. აქედან გამომდინარე ექნება თანხმობა. თუ ეს იქნება იგივე, რასაც აკეთებდა USAID და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, ვერ მიიღებენ საქართველოს მთავრობისგან თანხმობას და შესაბამისად ვერც გრანტს მიიღებენ. აქედან გამომდინარე ამაზეც აქვთ ატეხილი მთელი ამბავი ახლა და არიან შეშფოთებულები, იმიტომ რომ ესენი ქართულ საქმეს პირველი მოსმენით ამ კვირაში კომიტეტმა, იურიდიულმა კომიტეტმა დაამტკიცა. კი ბატონო, ხვალ ამ კანონს ჩვენ მივიღებთ და შესაბამისად დასრულდება ერთხელ და სამუდამოდ ეს უცხოური ფულის არასწორი მიმართულებით გაშვება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ გაკეთდება ქართული საქმე, აღნიშნული თანხით და მოხმარდება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას, აუცილებლად ექნება საქართველოს მთავრობის თანხმობა. სხვა შემთხვევაში არ ექნება და შესაბამისად ვერც გრანტს მიიღებენ. ეს იქნება კანონი. და აქვე დავამატოთ, რომ არ შეეხება ეს კანონი საგანმანათლებლო კი ბატონო, საგანმანათლებლო პროექტებს. კი ბატონო, საგანმანათლებლო პროგრამებს ეს კანონი არ შეეხება. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოს მოგვიანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის, ანალიზისთვის, შეფასებისთვის. ირაკლი ჭეიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი იყო ჩვენი სტუმარი. პოსტანალიტიკა დღეს ამით დასრულებულია. ხვალამდე გემშვიდობებით დროებით.